ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშვიდობისა. პირველ რიგში ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ გადაცემა არ ითვალისწინებს ცალ-ცალკე არგუმენტების მოსმენას, მაგრამ დღეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს ფორმატი ირღვევა და ირღვევა თემის აქტუალობიდან გამომდინარე. ორი დღეა ასავალ-დასავალისა და ჯაბახუბუას სტატიის ირგვლივ საუბრები არ წყდება. სტატიის ავტორი დღეს აკონკრეტებს, რომ ის სააკაშვილისა და გაჩეჩილაძის არა იმ შეხვედრაზე საუბრობს, რომელზეც აქცენტი გუშინ ქართულმა პარტიამ გააკეთა და რომელსაც 2008 წლის იანვარში სააკაშვილი, ბურჯანაძე, უსუფაშვილი და გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ. არამედ სხვა შეხვედრაზე და ამ შეხვედრაზე წერდა ის თავის საგაზეთო სტატიაში. ჩვენ სურვილი გქონდა, რომ ამ თემაზე დღეს გადაცემაში დებატი შემდგარიყო სტატიის ავტორსა და ლევან გაჩეჩილაძეს, ან ქართული პარტიის სხვა წევრებს შორის. პარტიიდან დებატზე გზად მხოლოდ კახა მიქაია აღმოჩნდა, თუმცა მიქაიასთან დებატში მონაწილეობაზე ამ შემთხვევაში ხუბუამ განაცხადა უარი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხი საზოგადოებისთვის საინტერესოა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკუთარი არგუმენტები მხარეებს ცალ-ცალკე წარმოედგინათ. ამიტომაც პირველ ბლოკში თქვენ ასავალ-დასავალი ჟურნალისტს ჯაბახუბუას მოусმენთ, ხოლო მეორე ნაწილში ამ თემაზე უკვე გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი საუბრებს. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს საკმაოდ უჩვეულო ფორმატში, იქიდან გამომდინარე, რადგან თქვენ იცით ჩვენ გადაცემაში ზოგადად ორი მხარე იღებს მონაწილეობას, დღეს ასეთი სახის არგუმენტები გვექნება, ამაზე მე ვრცლად ვისაუბრე გადაცემის შესავალ ნაწილში, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ამ შემთხვევაში ერთ მხარეს უნდა ყოფილიყო ქართული პარტიის წარმომადგენელი, ამ დებატში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა კახა მიქაია, მაგრამ ჯაბამ განაცხადა ამ შემთხვევაში უარი, ჯაბა ხუბუ არის ჩემი გადაცემის სტუმარი, ასავალ-დასავალი ჟურნალისტი. საღამოშვიდობისა ჯაბა პირველ რიგში მე მაინტერესებს იქიდან გამომდინარე, სულ ცოტა ხნის წინ რადიო პალიტრაში შედგა ანალოგიური დებატი თქვენსა და მიქაიას შორის. რატომ არ შეიძლება და იგივე გვეხილა და ეხილა მაესტროს მაყურებელს ესეთი სახის დებატი? ჯაბა გისმენთ? მოგახსენებთ პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაესტროს ტელემაყურებელს. ჩემი სურვილი იყო თეა და როდესაც თქვენს დამიკავშირდით და თქვენი პროდიუსერიც დამიკავშირდა, მე მოვახსენე მას, რომ ჩემი სურვილი იყო დებატებში ვისაუბრებდი მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძესთან ან უკიდურეს შემთხვევაში ეროსი კიცმარიშვილთან. იმიტომ რომ ლევან გაჩეჩილაძე არის ადამიანი, რომელსაც უშუალოდ ეხება ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები, ხოლო ეროსი კიცმარიშვილმა გუშინ პარტიის სახელით გააკეთა განცხადებები. რაც შეეხება სხვათა შორის, ვიდრე დღევანდელ სიტუაციაზე გადავიდოდეთ, მე გუშინდელი ფაქტიც უნდა აღვნიშნო, ჩვენ გუშინვე შეგთავაზეთ თქვენს და ბატონ ლევანსაც მიგიღოთ მონაწილეობა ისევ ამ გადაცემის ფორმატში და ისევ ამ საკითხზე, მაგრამ გუშინ თქვენგან მივიღეთ ამ შემთხვევაში უარი. მოგახსენებთ, რატომაც მე გუშინაც ვთქვი, რომ მე არ გაურბოდი პირდაპირ ეთერში დებატებს, უბრალოდ რადგან დილიდან ვიყავი ცოტა არ იყოს არაორდინალურ რეჟიმში, თან გუშინ მთელი დღე იყო ემოციების რაღაცა ეიფორიის ფონი და მე არ მინდოდა უბრალოდ ამ ემოციების ტალღაზე და თან როდესაც ფიზიკურადაც არ ვიყავი მზად ამისათვის, მოვსულიყავ, მე ამიტომ გამოვთქვი მზადყოფნა დღეისთვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დღეს არც ბატონმა ლევანმა და არც ბატონმა ეროსიმ კიცმარიშვილმა არის სურვეს დაჯდომა. ძალიან სამწუხარო რომ მე მომიწევს ახლა ამ შემთხვევაში პრესაში, მედიაში მათ მიერ გაკეთებული კომენტარების მოწოდება, იქიდან გამომდინარე რომ ეს სტუმარი არ მყავს, მე არანაირად არ მაქვს სურვილი ამ საკითხთან დაკავშირებით, ან თქვენთან, ან ჩემს შემდგომ სტუმართან დებატში შევიდე, მე უბრალოდ მოგაწვდით ფაქტებს და მე მაინტერესებს თქვენი კომენტარები ამასთან დაკავშირებით, როცა თქვენ საუბრობთ, რომ დღეს არ აღმოჩნდა ამ შემთხვევაში ლევან გაჩეჩილაძე, თქვენი ოპონენტი, ან უკიდურეს შემთხვევაში ეროსი კიცმარიშვილი, ბატონმა ლევანმა გუშინ გადაცემა პირდაპირ საუბარში ეკაბერიძესთან განაცხადა, რომ ის ნებისმიერ დროს, როდესაც ჯაბახუბუა წარადგენს
დამადასტურებელ თქვენს მიერ ასე ვთქვათ მოპოვებულ დოკუმენტაციას იმასთან დაკავშირებით რომ ნამდვილად იხილეთ ასეთი სახის საბუთი, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს იგი თქვენთან მონაწილეობას. ესეთი სახის კომენტარი გააკეთა მან, რაც შეეხება ეროსიკი წმარიშვილს, პარტიამ გადაწყვიტა რომ დებატში მიიღო მონაწილეობა კახა მიქაიას. გასაგებია და მე ვთქვი და მოგახსენეთ ჩემი პოზიცია რომ ქართული პარტიის სხვა წევრებთან იქნება ეს მიქაია თუ სხვები, მე არ ვიჯდები დებატებზე, იმიტომ რომ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მოხდა რადიო პალიტრაში. ეს მოხდა რადიო პალიტრაში გარკვეული მიზეზების გამო, რომ მე ძალიან მთხოვა ბატონმა მერაბ მეტრეველმა გადაცემის წამყვანმა, რომ ეს ასე მომხდარი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა მას გადაცემა ჩავარდნოდა და მე მისი პატივისცემის გამო ძალიან ვთქვათ, რომ ესეთი თხოვნა ჩვენი თქვენ ამ შემთხვევაში არ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი გადაცემაც ვარდებოდა ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მაგრამ თქვენთან დაკავშირებით მაინც კომპრომისი გამოინახა ასე თუ ისე და ნუ როგორც ჩანს იქ სხვანაირად არ გამოდიოდა თვითონ პალიტრის და მე მინდა ვთქვა, რომ მიქაიასთან დებატებს რაც შეეხება, მე მოვდივარ ზუსტად ახლა რადიო პალიტრიდან პირდაპირ აქ. ნუ იქ შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ჩაიშალა ეთერი, იმიტომ რომ მიქაიას არანაირი არგუმენტაცია და ლოგიკა არ გააჩნდა, რომ დაესტურებინა ან თავი ემართლებინა, ამიტომ იგი გადმოვიდა პირად შეურაცხყოფებზე ჩემს მიმართ და მე უბრალოდ არ ავყევი მას ამ პირად შეურაცხყოფებში და რადგან იმდენად იყო გაცეცხლებული, რომ მას გადაცემის წამყვანიც კი ვერ აჩერებდა, მე უბრალოდ ავდექი და გამოვედი სტუდიიდან. დატოვეთ დებატი, კარგი. ეს რაც შეეხება თუ რატომ ვერ შედგა ჩვენი დებატი? თუ შეიძლება მინდა მე ხაზი გავუსვა ამას კახა მიქაიას მხრიდან უშუალოდ პირდაპირ ეთერში და ეთერის დასრულების შემდეგაც გაისმა ესეთი მუქარები, რომ მე შეიძლება რამე მომივიდეს. ეს კახა მიქაია თქვენს მიმართ აკეთებდა ამ განცხადებას. თუ მე როგორც მოვისმინე, ეს იყო გაკეთებული რაღაც ერთგვარი ხელისუფლების მხრიდან რაიმე. კახა მიქაიამ თქვა, რომ მე შეიძლება რამე მომივიდეს. დიახ, ვისი მხრიდან დააკვირდა? არა, და ამაში შეიძლება იყოს დამნაშავე იქნება ხელისუფლება და არა ჩვენ. დიახ. ნუ როდესაც ადამიანი აკეთებს ასეთ განცხადებას და ხელისუფლებას წინასწარ აკისრებს ამაზე პასუხისმგებლობას, ჩვენ შეგვიძლია საზოგადოება შეუძლია ივარაუდოს სხვა რაღაცები და ამიტომ მე მინდა ახლა თქვენს გავაკეთებ განცხადება მინდა გავაკეთო საგანგებო თქვენს ეთერში. თუ კი ამ დღეების განმავლობაში რაიმე პროვოკაციას ეკნება ადგილი ჩემს მიმართ, მე ამაში სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ბატონ მიქაიას და მის სხვა მეგობრებს ქართული პარტიიდან. უკაცრავად, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, მიქაია ეს ერთად ხდება ყველაფერი? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ორივე მხარე დაინტერესებული იყოს, იმიტომ რომ ხელისუფლებას არანაირად არ აწყობდა ამ სქემის გაშიფრვა და თქვენ როგორ გონიათ, როცა არც ერთმა ნაციონალურმა არხმა, რომელიც ვრცელდება მთელ საქართველოზე, გუშინ კრიტიკაც კი არ დაძრა ამ ფაქტთან დაკავშირებით და მათ ისე გაატარეს ეს ყველაფერი, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ეს არ არის მანიშნებელი იმისა, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ აწყობს ამ თემის ტირაჟირება? ანუ თქვენ ამბობთ, რომ არ აწყობს ეს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში თქვენი ოპონენტი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ქართული პარტია ირწმუნება, რომ თქვენ სწორედ ხელისუფლების თამაშს თამაშობთ და ასე შემდეგ და ასე გაურკვეველია ჯაბა ყველაფერი. მოდი დავიწყოთ მაშინ თავიდან, იქიდან გამომდინარე, რომ გასაგები იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. თქვენ საუბრობთ, რომ ნახეთ დოკუმენტაცია. მე მოდით ახლა როგორც ჟურნალისტი ისე შეგეკითხებით. თუ თქვენ ნახეთ დოკუმენტაცია, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ თქვენს მიერ ნანახი დოკუმენტაცია იყოს ნამდვილი და არ იყოს ფიქცია? მე მესმის თქვენ განაცხადეთ, რომ ენდობით იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელმაც მოგაწოდათ ეს, მაგრამ მხოლოდ ნდობა ამისთვის საკმარისი, რომ ასეთი სახის დოკუმენტაციას შემდეგ წერილი გამოაქვეყნო. მოგახსენეთ, თეა, მე რადგანაც ამ ბოლო დროს ეს ადამიანები ეთყობა დაავიწყოთ ეს ყველაფერი თუ რა არის არ ვიცი, ამიტომ მე თქვენ როგორც ჟურნალისტი ისე გელაპარაკებით. მე არა ვარ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი და ვინმეს პოლიტიკური თანაგუნდელი. მე ვარ ჟურნალისტი და როდესაც მყავს წყარო, რომელიც მოდის იმაზე, რომ ასეთ სერიოზულ ბრალდებებზე ისაუბროს ჩართულ დიქტოფონთან.
თქვენ მე მაინტერესებს უბრალოდ რომელი ჟურნალისტი დაუშვათ იტყვის უარს აი ესეთი მასალის გამოქვეყნებაზე გაზეთში. მაგრამ თქვენ არ გაქვთ საბუთი ამ შემთხვევაში რაზეც ეყრდნობით საჯაროდ შეიძლება ნახეთ ეს ყველაფერი, დიახ? დაუშვათ ერთი წამით გამოვრიცხოთ რომ საერთოდ არ არსებობს ეს ფურცლები. ერთი წამით დაუშვათ. როგორ ფიქრობთ თქვენ არ არის საკმარისი ის რომ არიან ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერზე ასე ელაპარაკობენ და მზად არიან რომ ეს დააფიქსირონ კიდევაც ანუ აუდიო ჩანაწერის სახით ჟურნალისტს ეს მიაწოდოს ანუ თვითონ ამ წყაროს არსებობა იმ ქაღალდების გარეშე რამდენად არის მნიშვნელოვანი თქვენი აზრით კი ბატონო, მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენ ამას აწვდით თქვენს კითხვას, ხო? მაგრამ აწვდით იგივე იმ აუდიო ჩანაწერის გარეშე, იგივე იმ დოკუმენტაციის გარეშე. აქედან გამომდინარე ჩდება კითხვები. თქვენ ამ შემთხვევაში თქვენი სტატიის ადრესატი, თუნდაც ამ შემთხვევაში ლევან გაჩეჩილაძე, ხო? სერიოზული დარტყმის ქვეშ დგება. არ მეთანხმებით ამასთან დაკავშირებით და რომ დაუშვათ ესეთი ფაქტიც რომ აღმოჩნდეს ფაბრიკაცია ის დოკუმენტაცია რომელიც თქვენ წარმოგიდგენეს ამ შემთხვევაში რა ბედიელის იმ ადამიანს რომელსაც ამ შემთხვევაში თუ ეს ფაბრიკაცია აღმოჩნდება რაც გამორიცხულია და მე მარწმუნებენ და ეს ადამიანები თვითონ ირწმუნებიან რომ ეს არის თავად ლევან გაჩეჩილაძის ხელნაწერი თუ კი ეს აღმოჩნდება ფაბრიკაცია თუ კი ეს აღმოჩნდება გაყალბება და ასე შემდეგ რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არის გამორიცხული მაშინ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ის ადამიანები ის წყარო რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს და მაშინ რა თქმა უნდა იქნება იმაზე ლაპარაკი რომ აქ ადგილი ქონდა სულ სხვა სახის რაღაცას ანუ შეიძლება მეც ყოფილიყავი შეცდომაში შეყვანილი ეს არის შესაძლო განვითარება მაგრამ მე გარწმუნებთ რომ წყარო რომელიც ამ შემთხვევაში რომელსაც მე ვეყრდნობი არის აბსოლუტურად სანდო წყარო და გამორიცხულია რომ ამ ადამიანებმა ვინმე თქვენ ამას ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე ეყრდნობით ამ მე არ ვეყრდნობი ამას ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე ადამიანური ურთიერთობები ახლა ჩემი მეგობრები და ახლობლები ეს ადამიანები არ არიან მაგრამ ესენი არიან ის ადამიანები მე პირდაპირ ვიტყვითეა რომლებიც დღეს რადიკალურად არიან დაპირისპირებულნი ხელისუფლებასთან და შედის მათ ინტერესებში რომ ეს რეჟიმი რაც შეიძლება მალე იქნეს მოშორებული. კი ბატონო, ანუ თქვენ აცხადებთ რომ ესენი არიან ოპოზიციის რიგებიდან ეს ადამიანები. მე გეუბნებით რომ ეს ადამიანები დღეს არიან დაპირისპირებულნი რადიკალურად სააკაშვილის რეჟიმთან. მე არ ვაკონკრეტებ ისინი პოლიტიკოსები არიან თუ არა, მე ვამბობ რომ ეს ადამიანები არიან რადიკალურად დაპირისპირებულნი დღეს და მათ ინტერესს შეადგენს რომ ძალებმა, რომლებმაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და რამდენჯერმე უკვე ჩაფარცხეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენა, მათი ინტერესის საგანია, რომ კიდევ ერთხელ არ განმეორდეს ასეთი რამეები და რეალურად მოხდეს ამ რეჟიმის დემონტაჟი. კარგი, ჯაბა, თქვენ უშვებთ თეორიულ შანსს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება თქვენ შეცდომაში შეგიყვანოთ. არ უშვებ არანაირად. მაგრამ თქვენ ახლა ცოტა ხნის წინ თქვით, თუ ესე განვითარდა მოვლენები. თქვენ გიპასუხეთ უბრალოდ თქვენს შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს დასაშვები, მაგრამ პირადად მე და ამ წყაროსთან მიმართებაში მე ასეთ რამეს არანაირად არ უშვებ. გასაგებია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით ამ შემთხვევაში თქვენც არ იცით ამ დოკუმენტის სანდოობა, ანუ ფაბრიკაცია თუ არ არის ფაბრიკაცია. თქვენ მხოლოდ ენდობით წყაროს, რომელმაც ეს ყველაფერი მოგაწოდა. როგორც ჟურნალისტ, მე მაინტერესებთ, არ აჯობებდა, ან არ იქნებოდა უფრო კარგი, რომ დარწმუნებულიყავით ამ დოკუმენტის სანდოობაში და შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციასთან ერთად გესაუბრათ იმაზე, რაზეც ისაუბრეთ თქვენ კვირის დასაწყისში. რომ ზედმეტი კითხვის ნიშნები მოხსნილიყო და ჟურნალისტური ეთიკა დაგვეცვა ამ შემთხვევაში. ჟურნალისტურ ეთიკასთან დაკავშირებით შემდგომში მოგახსენეთ, ახლა დარწმუნებას რაც შეეხება, მე არ ვიცი თქვენ რა სიტყვით ჩემგან რომ მე რა არა, მე არაფერს არ ვითხოვს. არა, საერთოდ ხო მესმის რომ თქვენ თქვენი პოზიციიდან არ საუბრობთ, ახლა საუბრობთ ხო და რა ვიცი, საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩამეტარებინა, გრაფიკული ექსპერტიზა ჩამეტარებინა, თუ სხვა რამ. მაგრამ ესე შიშველ ნდობაზე დამყარებულ თემებზე საუბარი ნდობა არ მესმის, ჩვენ ყველანი ვართ ჟურნალისტიკაში და არსებობს წყაროები, რომლებსაც ჩვენ ყველანი შეიძლება რაღაც კონკრეტულ მომენტში
დავეყრდნოთ ამ შემთხვევაში და მე არ ვიცი ახლა როდესაც ჟურნალისტთან კონტაქტზე გამოდის წყარო რომელიც არის სერიოზულად ინფორმირებული და საუბრობს კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით მე არ მესმის ახლა ჟურნალისტმა ეს ყველაფერი რატომ არ უნდა გამოიტანოს საზოგადოების სამსჯავროზე უბრალოდ გასაგებია თქვენ ეთიკაზე საუბრობდით მე ვიცი რომ იგივე ქართული პარტია ამ საკითხის დაყენება ჟურნალისტთა ქარტიის წინაშე აპირებს არ ვიცი მე ხელმომწერი ხართ თუ არა ამ ქარტიის მაგრამ მე არა ვარ ამ ქარტიის ხელმომწერი დიახ, ანუ შესაბამისად თქვენ არა, მე არა ვარ ამ ქარტიის ხელმომწერი, უბრალოდ ერთი რაღაციდან გამომდინარე, მე უბრალოდ არ მესმის ეს ადამიანები, ვინც არიან ამ ქარტიის შემმუშავებლები და ვინც არიან ამ ეთიკის საბჭოში, მე არ ვიცი ვინ დაუდგინა მათ და ვინ განუსაზღვრა რომ ეს ადამიანები არიან ქართული ჟურნალისტიკის რაღაც ზნეობის პოლიცმაისტერები და ციციკორეები და ვინ მისცა მათ იმის უფლება რომ დაუშვათ თქვენი ჩემი ან სხვა რომელიმე ჟურნალისტის ნაწერის ექსპერტიზა და შეფასებები გააკეთოთ. კი ბატონო, ესე ვთქვათ, ეს ქარტია შემდგარია, მოდით ამ ქარტიაზე ნუ ვისაუბრეთ. მე მაინტერესებს თქვენ კი ბატონო, ეთიკაზე როცა ვსაუბრობთ, თქვენ ფიქრობთ რომ ჟურნალისტური ეთიკა თუ კი ასეთი რამე არ ვიცი როგორ არსებობს დარღვეულია თუ არ არის დარღვეული? მე ვფიქრობ რომ აქ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევასთან მე ვფიქრობ რომ აქ არანაირი საქმე არ აქვს. კი ბატონო. კარგით, მოდით დავუბრუნდეთ თქვენ საგაზეთო სტატიას. თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ ქართულმა პარტიამ და ეროსკი წმარიშვილმა ამ შემთხვევაში შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც ის აკეთებდა განცხადებას, რომ შეხვედრა, რომელზედაც თქვენ წერდით სტატიაში, ეხებოდა შეხვედრას, რომელიც შედგა გაჩეჩილაძე, ბურჯანაძე, სააკაშვილსა და უსუფაშვილს შორის. თქვენ აცხადებთ, რომ ეს ის შეხვედრა არ არის. რა თქმა უნდა, მე ვაცხადებ, რომ ეს ის შეხვედრა არ არის. აქ საუბარია შეხვედრაზე, რომელიც შედგა ამ შეხვედრის შემდგომ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ გაჩეჩილაძე კიდევ ერთხელ შეხვდა სააკაშვილს? მე ამას ამბობენ ეს ადამიანები, რომლებიც არიან ჩემი წყარო. დიახ. რომ ეს შეხვედრა შედგა ამ შეხვედრის შემდგომ და იმ შეხვედრას იქ ყოველ შემთხვევაში ბურჯანაძე და უსუფაშვილი და სხვაები ნამდვილად არ ესწრებოდნენ. ვინ ესწრებოდა? რაც შეეხება ის ადამიანები, ვინც თქვენ მოგაწოდათ? მე რამდენადაც ვიცი ამ ადამიანებისაგან ამ შეხვედრას ესწრებოდა სააკაშვილი და გაჩეჩილაძე. ხოლო სააკაშვილი და გაჩეჩილაძე ვიღაცამ გამოიტანა. მე ასე ვიცი. ამ ადამიანებს არ დაუსახელებიათ სხვა ფიგურები, რომლებიც ესწრებოდნენ. და ასე დეტალურად იციან მათ ამ შეხვედრის საუბარი, როცა სააკაშვილი და გაჩეჩილაძე პირისპირ ესწრებოდნენ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე დასკვნა კეთდება, ან სააკაშვილმა მოყვა ეს ამბავი, ან გაჩეჩილაძემ. მე არ ვიცი, ეს სრულად დასაშვებია, რომ ეს ამბები თავის დროზე მათთვის მოეყოლა მიხეილ სააკაშვილს. კარგით, პერიოდი შეგიძლიათ დაასახელოთ, როდის იყო ეს შეხვედრა? ეს შეხვედრა ხდება 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდგომ, ვიდრე ინაუგურაციამდე. ანუ მანამდე სანამ შედგებოდა ინაუგურაცია და 20 იანვრის იპოდრომის დიდი მიტინგი. 13 იანვრამდე. ანუ 5 13 იანვარს იყო რესპუბლიკის მოედანზე და 20 იანვარს იყო იპოდრომზე დიდი შეკრება. კარგით, თქვენ ნახეთ მხოლოდ დოკუმენტაცია და არა საუბარი მათი მოისმენთ, ანუ ჩანაწერი ამასთან დაკავშირებით არსებობს? მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი, აუდიო ჩანაწერი არსებობს თუ არა. მე გეუბნებით იმას, რაც აუდიო თქვენ გაქვთ ჩანაწერი იმ ადამიანებს. ჩანაწერი ამ ეს ადამიანები სადაც საუბრობენ და მე მაგ ნანახი ხელნაწერი და ეს ადამიანები ამტკიცებენ რომ ეს ხელნაწერი ეკუთვნის ლევან გაჩეჩილაძეს. კარგით, რა წერია ამ ჩანაწერში? კიდევ ერთხელ თუ შეიძლება გითხრათ. რაც დავწერე ამ კონკრეტულად ამ ჩანაწერში, რაც მე ვნახე, წერია საადგილმამულო ბანკთან დაკავშირებით 10-12 მილიონის მოთხოვნა. ეს წერია ამ ჩანაწერში. მე კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდე ამ საკითხს, თქვენ ამ ადამიანებმა დაგარწმუნეს ამ შემთხვევაში, რომ ეს ჩანაწერი არის ლევან გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებული. დამარწმუნეს, რა თქმა უნდა. აი, დაგარწმუნეს რას ნიშნავს? ჯაბა, ანუ დამარწმუნეს იქიდან, რომ როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ ასეთ კონკრეტულ დეტალებზე, როდესაც ისინი ასეთნაირად არიან ინფორმირებულები და მათ ხელში უჭირავთ რაღაც ქაღალდები და ისინი არ არიან ქუჩიდან მოსული ადამიანები, რომლებიც ჭორაობენ, მე არ მქონია არანაირი საფუძველი იმისი, რომ დაუშვათ ეჭვი შემეტანა ამ ყველაფერში. კარგით, ქართული პარტია დღეს აცხადებს, რომ თქვენ ამ შემთხვევაში შეასრულეთ დაკვეთა და ასრულებთ ხელისუფლების დაკვეთას. აი, შეგიძლიათ გადაარწმუნოთ ქართული პარტია. ისინი დარწმუნებულები არიან ამ ფაქტიდან გამომდინარე. ქართული პარტია ეს არის ქართული პარტიის ერთადერთი იარაღი. მე მათგან სხვა რაიმე სერიოზული წონიანი არგუმენტი არ მომისმენია, გარდა იმისა, რომ ამბობენ, რომ ეს იყო ხელისუფლების შეკვეთა და მე გეუბნებით, რომ წყარო, რომელიც არის
ეს არის ადამიანები, რომლებიც რადიკალურად არიან დღეს დაპირისპირებული. კი ბატონო, იგივე არგუმენტი შეუძლია ამ შემთხვევაში ქართულ პარტიას შემოგიბრუნოთ თქვენც მხოლოდ ერთი არგუმენტი გაგაჩნიათ, რომელიც შეიძლება არც ისე მყარი იყოს, როგორც თქვენ ეს მიგაჩნიათ ბატონო ჭაბა. მე მყავს წყარო ჩემო კარგო. და სხვა რა არგუმენტები უნდა მქონდეს, გეუბნებით, ვარ ჟურნალისტი და არა ვარ რომელიმე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელი, არც გამომძიებელი, არც პროკურორი და არც დეტექტივი. კარგით, საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება თქვენი წყარო შეიძლება იყოს მე მესმის, რომ თქვენ ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ დაასახელებთ, მაგრამ მე მაინც უნდა გკითხოთ, იქიდან გამომდინარე, რომ 2 დღეა სწორედ ამ საკითხზე საუბრობენ, რომ შეიძლება იყოს ეს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც მოგაწოდათ ეს ჩანაწერი და ეს ინფორმაცია საუბართან დაკავშირებით. ეს საუბრები არის ზუსტად იმ განცხადების შედეგი, რაც გააკეთა ეროსიკი ძმარიშვილმა, როდესაც მან დაასახელა სრულიად სხვა შეხვედრა, სადაც თურმე ესწრებოდა ნინო ბურჯანაძეც. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეგნებული მცდელობა იმისი, რომ შემოვიდნენ დაუშვათ სხვა იყო იგივე საუბრები, რომ თითქოს თემურ შაშიაშვილმა მომაწოდა მე თითქოს ეს ჩანაწერები და ეს არის წყარო. და ეს მე ვფიქრობ, რომ ეს არის ცდელობა იმისი, რომ აქ შემოიყვანონ სხვა პერსონაჟები და თითქოს რაღაც ოპოზიციური, მერკანტილური, პოლიტიკური კინკლაობის რანგში გადავიდეს ეს ყველაფერი და მე გეუბნებით, რომ წყარო, რომელიც არის ამ შემთხვევაში სახეზე ჩემთვის ეს არის წყარო, რომელიც დღეს არის რადიკალურად დაპირისპირებული ამ რეჟიმთან და რომელსაც უნდა ამ რეჟიმის რეალურად. კი ბატონო, თქვენ ამბობთ, რომ ეს წყარო არის დაპირისპირებული დღესდღეობით ხელისუფლებასთან რადიკალურად, მაგრამ ამ წყაროს აქვს ინფორმაცია, რომელიც არ ვიცი, როგორ შეიძლება ჩავარდნოდა ხელში ადამიანს, თუ არ არის დაახლოებული ან ხელისუფლებასთან ძალიან ახლოს, ან იგივე ლევან გაჩეჩილაძესთან. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ან იყვნენ ხელისუფლებაში და მათ გამოიტანეს შემდეგ ეს ინფორმაცია, მეც იგივე ლოგიკით ხელმძღვანელობ ჯაბა, როგორც თქვენ ამ შემთხვევაში მიაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია. ანუ ამ ადამიანებმა როგორც ქართული პარტია ერწყმინება, ან თქვენ ხართ ხელისუფლებასთან შეკრული და ხელისუფლების თამაშს თამაშობთ და ხელისუფლების ვერსიას აწვდით საზოგადოებას, ან ამ შემთხვევაში ოპოზიციას, რომელიც არის კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძის. კიდევ ერთხელ გაგიმეორეთ. დიახ. რომ ეს ამ ადამიანებისათვის ეს ყველაფერი შეიძლება გამხდარიყო ცნობილი ორი მხრიდან. მათთვის შეიძლება ეს თავის დროზე მიეწოდებინა ეს ინფორმაცია და მიეცა ეს ყველაფერი ან მიხეილ სააკაშვილს, ან ლევან გაჩეჩილაძეს. თუკი ლევან გაჩეჩილაძე ამბობს და ეს ასეც იქნება, რა თქმა უნდა, რომ მისგან არ არის ეს ყველაფერი, მაშინ რჩება ერთადერთი წყარო ხელისუფლება. ალბათ. საიდანაც გაიგეს ეს ყველაფერი. იმ ადამიანებმა, რომლებმაც თქვენ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. დიახ, რა თქმა უნდა. კარგით, როდის უნდა ველოდოთ თქვენს სკანდალურ მასალას? სკანდალურ მასალაში რას გულისხმობთ? გამოქვეყნებას იმის, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ბატონო, მე შემიძლია შევპირდე საზოგადოებას, რომ ეს ხელნაწერი, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ და რომელზეც თქვენ მოგახსენეთ, სავარაუდოდ და დიდი ალბათობით, ალბათ, როდესაც გამოვა ამ ორ შაბათს ასავალ-დასავალი. დიახ. ამ ნომერში ალბათ დიდი ალბათობით ამას საზოგადოება იხილავს. კარგით, ლევან გაჩეჩილაძე ითხოვს შემდეგ ამის ექსპერტიზას. თუ კი ექსპერტიზა არ დაადასტურებს ჯაბა იმას, რომ ეს არის ნამდვილი ხელნაწერი, იმ შემთხვევაში რა იქნება? მე მაგაზე მე ვილაპარაკ. კარგით, და კიდევ ერთი შეკითხვა, თქვენ პასუხისგებლობაზე საუბრობდით, თუ მე რამე დამემუქრება. მე კიდევ ერთხელ მინდა დაგაკონკრეტებინოთ, ვის გულისხმობთ ამაში? მე ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ რადიო პალიტრის ეთერში კახა მიქაიამ ორჯერ განაცხადა ამის შესახებ. რომ მე შეიძლება რამე მომივიდეს და არ გეგონოთ რომ ამას ჩვენ გავაკეთებთ. ამას გააკეთებს ხელისუფლება. თქვენ გამორიცხავთ რომ ესე შეიძლება იყოს? ხო და მე გეუბნებით რომ მე არ გამოვრიცხავ არც ხელისუფლების მხრიდან და არც მიქაიას მეგობრების პოლიტიკური მეგობრების მხრიდან ამას. ამიტომ გეუბნებით რომ თუ კი ექნება ადგილი რაიმე პროვოკაციას, მე საზოგადოება მიცოდეს რომ ამაში პასუხისმგებელი იქნება როგორც სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც ასევე ძალიან არ აწყობდა ამ სქემის გაშიფრვა და პასუხისმგებელი იქნებიან ის ადამიანები, რომლებმაც განახორციელეს ეს მოქმედება. კარგით, ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, თუ კი ეს ჩანაწერები არ აღმოჩნდა ნამდვილი, ამას დაველოდებით აუცილებლად ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენ გადაცემაში. მე მადლობა მინდა მოვახსენოთ ჯაბას იმისთვის, რომ მობრძანდა და მიიღო ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა ჯაბა. რეკლამა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ ჩვენ დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი.
მაშინ ასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და დაპირებისამებრ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარია გია გაჩეჩილაძე, იგივე ოცნების აღმშვიდობისა. გია, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ორი დღეა სტატია, რომელზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, გადაცემის პირველ ნაწილში და მისი ავტორი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო. სამწუხაროდ ჩვენს ეთერში დებატი არ შედგა ქართულ პარტიასა და იგივე ჯაბა ხუბუას შორის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, თუმცა ჩვენ მზად ვიყავით ეთერი დაგვეთმო, როგორც ლევან გაჩეჩილაძისთვის, ასევე ქართული პარტიის ნებისმიერ წარმომადგენლისთვის, მაგრამ მოვყევი ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ვისაუბრებ და აღარ შეგაყოვნებთ ამ თემასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს. ცოტა ხნის წინ ჯაბამ განაცხადა, რომ რადიო პალიტრაში მოხდა ესეთი ინციდენტი, რომ კახა მიქაია ქართულმა პარტიის წევრმა ერთგვარი განცხადება გააკეთა და ის პასუხისგებლობას ამ შემთხვევაში თუ კი მოვლენები განვითარდება არასასურველი სცენარით, პასუხისგებლობას აკრისებს როგორც ხელისუფლებას, ისევე ქართულ პარტიას. გამარჯობათ, კიდევ ერთხელ მე მინდა დავიწყო იმით, რომ პირველ რიგში მინდოდა რომ ჯაბასთან ერთ-ერთზე ველაპარაკა, იმიტომ რომ არგუმენტები ქვია ამ გადაცემას და ერთმანეთისთვის არგუმენტები მოგვეყვანა და გაგვეშალა ეს თემა თუ რას ფიქრობდა ეს, რას ფიქრობ მე, არ შედგა ეს, იმიტომ რომ არ დამიჯდა ჯაბა გადაცემაში, ამჯობინა რომ მან უარი განაცხადა, კი ბატონო, მან თქვა რომ გია გაჩეჩილაძესთან ამ შემთხვევაში მას არა, გია გაჩეჩილაძეც მოყვანილი იყო იმ სტატიაში და ამიტომაც მინდოდა მასთან ერთად გამევლოთ დღევანდელი დღე. ხა რაც შეეხება იმას, რაც მან განაცხადა, პირველ რიგში რატო ხდება ეს ყველაფერი? რატო ხდება? ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ეხა ვიცით, რომ რაღაც პოლიტიკური ციებ-ცხელება იწყება და თან ეხა ჯაბა ხუბუა გახლავთ ჟურნალისტი, რომელსაც რაღაც წილად თავისი კარიერის და თავისი რეიტინგის ცოტა ერთი საფეხურით მაღალ პლანკაზე უნდა კიდევ აწევა. ეს ყველაფერი კარიერის გამო და რეიტინგის გამო კეთდება. რა თქმა უნდა, აბა ეხა ჯაბა ხუბუამ ერთი თვის წინ დამირეკა და შენზე უფრო კაცი არ მიყვარს, რომ მეფიცებოდა სიყვარულს და უცბად რატო ხდება ეს ვერ გავიგე რა. მან თქვა რომ მე სწორედ რამდენიმე დღის წინ იყო ეს ელემენტარულად რატო მოვედი და რა მინდა რომ თქვა და არასწორად იქნა გაგებული თვითონ კახა მიქაიას ნათქვამის ვიღაცამ დამემუქრაო ესე იგი და ჯაბა ხუბუამ რო თქვა. აი სიტყვაზე ვთქვათ, ხვალ ან ზეგ ჯაბა ხუბუას რამე რო დაემართოს მართლა. რატომ უნდა დაემართოს? აი წარმოვიდგინე, არ ვიცი ხა, ვის დააბრალებს ხალხი? აი ეს ხელისუფლება იქნება თუ ეს მედია საშუალებები და ანუ პოლემიკაში შემოვიდა გაჩეჩილაძეებთან, ქართულ პარტიასთან და ესე იგი შესაბამისად პირველ რიგში ეჭვმიტანილები ვიქნებით ჩვენ, ხო? ანუ ლევან გაჩეჩილაძე და მისი გუნდი, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ მინდა რომ გავაჟღერო ეს ტელევიზიის მეშვეობით, რომ პირველ რიგში იმიტომ რომ ხა ჯაბა ხუბუა აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს და ეს მით უმეტეს ეს სტატია ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა თქვა. მაგრამ პასუხი მოყვა მას გია ქართული პარტიის მხრიდან, იგივე ლევან გაჩეჩილაძის მხრიდან შესაბამისად უპასუხა. გასაგებია ხა ნერვიულობს, ძალიან ნერვიულობს ხალხი და ჩემი ოჯახის წევრები ძალიან ნერვიულობენ და მაგიტომაცა ვარ მეაქრო ვარ მოსული, თორე გლობალურად გეუნდებით რა. ესეთი ხა ადამიანმა რო გითხრას რომ აკლემი ხარო, ხო? უნდა დაგიმტკიცოს რომ აკლემი ხარ, ხო? ისე ხო არ აღარ აკლემი. ეხა იქ ვიღაცის წამოძახილი ფრაზებით რომ მე რაღაც წყარო მაქვს და მე რაღაც ხელნაწერი მაქვს და ასე შემდეგ და ასე შეიძლება ამაზე სერიოზულად ლაპარაკი, აი მითხარით რა. ყოველ შემთხვევაში ეს არის საკმაოდ სერიოზული ბრალდება. თუ შეხვედრაზე ლაპარაკობს იმაზე, სადაც იყო იქ ლაპარაკი, რომ დაუშვათ იქ ნინო ბურჯანაძე იწერდა და მიხეილ სააკაშვილიც იქ იყო და დათო უსუფაშვილი ესწრებოდა და ამ შეხვედრაზე თუ არ ლაპარაკობს და ლაპარაკობს რაღაც მითიურ შეხვედრაზე, რომელზეც მარტო ლევან გაჩეჩილაძე და მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ. მაშინ ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია მითხარით? ან ლევან გაჩეჩილაძე მიაწოდა, ან მიხეილ სააკაშვილმა, ხო? კი ბატონო. ნუ თვითონ ფარდის უკან იდგა და იწერდა და იმალებოდა, თუ ვერ გავიგე რა ხდება რა. არ ვიცი, ის არ ასახელებს ამ შემთხვევაში წყაროს, მაგრამ საუბრობს, რომ დეტალურად ნახა ის ჩანაწერი, რომელიც გააკეთა ამ შემთხვევაში ლევან გაჩეჩილაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. მე მაინტერესებს. დეტალურად ერთი წუთი, თუ დეტალურად ნახა. ამ სტატიას რო აქვეყებ ოჯახაშენებულო, რომელსაც აწერია ვაჭრობა ქვეყნით და ხალხით. ვაჭრობა ქვეყნით და ხალხით. ამ სტატიას თუ აქვეყნებს, ისიც დაურთე რა, რაც არის და ის ფურცელი თუ რაც გააქვს თან რა. კი ბატონო. ეს ხო ყველაფერი თუ არ დაურთე, ეს ყველაფერი ხო ჭორია და ბელეტრისტიკაა, მითხარით რა.
ეს არ არის სწორი. გამაგებინეთ, ამდენი ზუსტადაც მაგას უნდოდა რომ 2 დღე იქნებოდა თუ 3 დღე იქნებოდა ეს თემა აწეულიყო რისთვის და ამიტომაც კიდე რისთვის უნდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი უნდა იმისთვის რომ თავისი არარსებული სახელი და გვარი რომელიც არის ჯაბა ხუბუა ერთი საფეხურით ზემოთ ასწიოს და მეორე კიდე ვისთვის და ვის ინტერესებს ატარებს არ ვიცი. ჩემი ღრმარწმენით ეს არის შეკვეთილი სტატია, ვისი შეკვეთილია, ხა ხელისუფლების შეკვეთილია თუ ვიღაც სხვა ოპოზიციური ძალების მაგაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რომ შეკვეთილია და გაყიდულია ეს ადამიანი, ამას ხა 2-ჯერ 2 4-ია, ხო? კარგით, გია, მე მაინტერესებს თქვენ საუბრობთ და გუშინ ქართულმა პარტიამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ პირველი განცხადება რაც გააკეთა, ეს იყო რომ მოიყვანა ის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ბურჯანაძე, უსუფაშვილი, გაჩეჩილაძე, სააკაშვილი. მაგრამ დღეს ხუბუა საუბრობს რომ ეს ის შეხვედრა არ არის და ეროსიკი წვარიშვილმა შეგნებულად შეიყვანა საზოგადოებას შეცდომაში. მე თქვენგან მაინტერესებს, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, არ ვიცი, მიამიტურა ჟღერს თუ არა ჩემი შეკითხვა, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ თუ არა ინფორმაცია, იქნებ არ გაქვთ ინფორმაცია რომ თქვენი ძმა მიხეილ სააკაშვილს კიდევ შეხვდა. მე თუ არ მაქვს ინფორმაცია და ჯაბა ხუბუას აქვს ინფორმაცია, აფერუმ ჩვენს ძმობას მაშინ რა. გამორიცხულია მე არ მაქვს ინფორმაცია, თქვენ ესე გჯერათ და გონიათ საერთოდ და ჯაბა ხუბუას აქვს ინფორმაცია, ჩემი ძმა სააკაშვილს შეხვდა. კარგი, გია, გამუდმებით არის ნებისმიერი წამი, ნებისმიერი წუთი, ნებისმიერი დღე, რომელიც სააკაშვილს და გაჩეჩილაძე ლევან შორის იყო შეხვედრა, იმ შეხვედრების საქმის კურსში ვარ. და რაზეც იყო იქ ლაპარაკი, ნებისმიერი შეხვედრის საქმის კურსში ვარ და ვიცი. და მსგავსი არაფერი არ ყოფილა და ერთ-ერთზე თუ შეხვდა სააკაშვილი და გაჩეჩილაძე ერთმანეთს და ხუბუას აქ ამის დამადასტურებელი მოწმობა ეს ან უნდა მიეცა გაჩეჩილაძეს, ან უნდა მიეცა სააკაშვილს. სხვა გზა არ არის, ხო? ან ერთთან ან მეორესთან დაახლოებულ პირს, გია. რა მნიშვნელობა აქვს, ხო? იგივეა. ან ერთთან, ან მეორესთან დაახლოებულ პირს, მაგას ვიძახი და. ანუ ერთი მხრიდან, ან ხელისუფლების მხრიდან უნდა გასულიყო, ან ოპოზიციის მხრიდან, ხო? დარწმუნებული ვარ იმაში და 100% შემიძლია ვთქვა იმაში, რომ ეს თავიდან ბოლომდე არის მონაჭორი რო არ ყოფილიყო, ამას თან დართული ექნებოდა ის საბუთი, რომელი მითიური საბუთიც არსებობს. კარგი, თუ ჯაბა ხუბუა ერწმუნება, რომ მოახლოს მომავალში ამ საბუთაც გამოაქვეყნებს და აუდიო ჩანაწერსაც გამოაქვეყნებს. ლევან გაჩეჩილაძე გუშინ ეკაბერიძესთან საუბრობდა, რომ ის ბოლო თეთრს დახარჯავს იმისთვის, რომ ექსპერტიზა ჩაატაროს ამ საბუთთან დაკავშირებით. თუ კი მე მაინც მაინტერესებს. თეორიული შანსი დაუშვათ იმისა, რომ ეს საბუთი იქნა ფიქცია. ფიქცია? ანუ გაყალბებული იქნა. ამ შემთხვევაში თქვენ როგორ ფიქრობთ, ვიზია პასუხისგებლობა, მაგრამ თუ არ იქნა გაყალბებული, ამ შემთხვევაში რა ხდება, გია? ეს საბუთი თუ გაყალბებული არ იქნა და ლევანს მართლა 20 მილიონია გაღებული, შემიძლია პირდაპირ ეთერში გამოვიჭრა მე ჩემი ყელი. რატომ? აბა ეხლა ესე იგი ჩემი ძმა არ ვიცი ვინ არის და არ ვიცი რას წარმოადგენს ჩემი ძმა და საერთოდ არ მიცხოვრია ამ ქვეყანაზე ესე გამოდის და თუ ტყუილია ეს ყველაფერი, მაშინ ჯაბა ხუბუა რას აკეთებს? აი ამაზე მინდოდა ამ კითხვაზე პასუხი მიმეგო რა. ჯაბა ხუბუა შეჭამ სამგაზეც. თავიდან ბოლომდე. მან თქვა რომ ამაზე ვისაუბრეთ მას შემდეგ რაც გამოაქვეყნება ეს სასამართლოს ან რაღაცა აიღოს და დაახვიოს და გადაყლაპოს, შეჭამოს ეს გაზეთი მაშინ. კარგით, გუშინ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა რომ საადგილმამულო ბანკთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკთან დაკავშირებით მას ჰქონდა საუბარი პრეზიდენტთან. ეს საუბარი თქვენ თუ საქმის კურსში ხართ და იცით დეტალები ყველა შეხვედრის, რომელშიც მიუღია ლევან გაჩეჩილაძის მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილთან. ეს საუბარი იგივე ბანკთან დაკავშირებით იყო იმ შეხვედრაზე, რომელზედაც თქვენ საუბრობთ? ლევან გაჩეჩილაძის აქვს ოცნებად გადაქცეული ამ ბანკის გაკეთება. ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკი, რასაც ქვია ნატურში, აი მაგ ბანკის ოცნებად აქვს გადაქცეული. ეს საუბრები იყო იმ შეხვედრაზე ისეთივე ფორმატში, როგორც გუშინ ახსნა ლევანი. კარგით, ეს შეუძლია დაადასტუროს იგივე დავით უსუფაშვილმა ან ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ. ვიცი, ყველა დაადასტურებს ალბათ ეხლა თუ არ მოიტყუება. ყოველ შემთხვევაში მე ეს ვიცი, რომ ამაზე იკითხა სააკაშვილმა და პასუხიც მიიღო. მე იქიდან გამომდინარეობს ამ შეკითხვას, იმიტომ რომ ჯაბა ხუბუას სწორედ ეს მომენტი მოყავს ერთ-ერთ დამადასტურებელ მომენტად, როცა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა რომ კი ამ თემაზე პრეზიდენტმა დაიწყო საუბარი, მაგრამ შემდეგ მან შეაწყვეტინა და უთხრა საქმეზე გადავიდა. ეს მოყავს დამადასტურებელ საბუთად, რომ სწორედ ეს სხვა შეხვედრა იყო და იმ შეხვედრაზე სწორედ იყო საუბარი აი იმ საკითხზე. არ ვიცი ეს სხვა შეხვედრა მე პირადად და გეუნებით იმ შეხვედრის მითიური შეხვედრიდან კიდევ ერთხელ ვიძახით თუ მარტო შეხვდნენ ერთმანეთს და რაღაც წერილობით უწერდა რომ 20 მილიონი მინდა და 15 მილიონი არ ვიცი და არც მგონია ბუნებაში არ არსებობს თუ ვინმე ჩემს შინაგანად ძალიან კარგად იცნობს, ის არ არის გამყიდველი ქვეყნის და ერის რა.
არ არის და თვისაც გონია რომ არის გეგონოთ და იყავით რა გავაკეთოთ. ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც იპოდრომზე შედგა, მრავალრიცხოვან აქციასთან დაკავშირებით, რომელზეც თუნდაც იგივე ჟურნალისტი საუბრობს, რომ ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება და მცდარი გადაწყვეტილება ოპოზიციის მხრიდან, როდესაც იპოდრომიდან დაშალა ხალხი. ეს თუნდაც გამოდგება ერთ-ერთ არგუმენტად იმისა, რომ ლევან გაჩეჩილაძემ ამ შემთხვევაში ფული აიღო მიხეილ სააკაშვილის. ერთი წუთი ძალიან გთხოვთ რა, ვიღაც ჟურნალისტი რაღაცას ლაპარაკობს, ეს ხო არ არის ის, რომ ესეა ყველაფერია რა. იქ იყო ძალიან კარგად იქნა ეს ახსნილი. იქ 12 კაცი იღებდა გადაწყვეტილებას. ლევან გაჩეჩილაძეს მარტო გადაწყვეტილება არ მიუღია მთელი იმ ხნის განმავლობაში. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ზედმეტი სახელიც კი შევარქვი, კოწიცას ვეძახი. რატო იცით, რომ სულ უნდა რომ შეაკოწიცოს და ერთიანობა გააკეთოს და გუნდი გააკეთოს რაღაცის. აგერ ჩემ მეგობრებს და ჩემი ოჯახის წევრებს კითხეთ, თუ არ გჯერავთ რა. არ აღებულობდა ეს კაცი მარტო გადაწყვეტილებას და რატო დაშალა ლევან გაჩეჩილაძემ ხალხი ვერ გავიგე რა. ჯერ ეს ერთი და მეორე ერთი ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო, თუ არ იყო მცდარი გადაწყვეტილება, ამას ისტორია გაარკვევს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ცოტა თემიდან გადახვევა იქნება, მაგრამ მაინც მაინტერესებს, გია თქვენი მოსაზრება. ჩემი მოსაზრება არის ის, რომ არ იყო მცდარი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არ წავიყვანეთ და არ წავიდოდით სისხლისღვრაზე, იმიტომ რომ ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება, რის პასუხისმგებლობასაც ჩვენ ვერ ავიღებდით. ყველანი ერთად. კი ბატონო. იმ ხალხთან ერთად. იმიტომ რომ არაფრად არ ღირს, მით უმეტეს არ ღირს სისხლი, რომელიც წამში დაიღრება და მე მთელმა მომავალმა თაობებმა უნდა გაგინოს და გაკურთხოს შენ. კარგით, გია, ძალიან ხშირად ისმის იგივე ფულთან დაკავშირებით, გუშინ ქართული პარტიაც საუბრობდა, რომ ძალიან ბევრი მოსაზრებები და ვერსიები და ჭორი ესე ვთქვათ, ვრცელდება ლევან გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით, ალანტყოფობასთან დაკავშირებით, ძველ ბიჭურ სტილთან დაკავშირებით და ასევე ფული, რომელიც გამუდმებით ხდება ხოლმე საუბრის თემა, იგივე მედიაში, მედიის რაღაც ნაწილში და არასრულ მედიაში და საზოგადოებაშიც თუნდაც. თქვენ როგორ ახსნით ყველაფერს ამას? რატო ხდება ეს ყველაფერი? მხოლოდ და მხოლოდ იგივე როცა ლევან გაჩეჩილაძეზე ვსაუბრობთ. სხვაზე არა. თქვენეული ახსნა მაინტერესებს. გუშინ ლევან გაჩეჩილაძემ ახსნა ის, რომ არის მოუნელებელი ადამიანი ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ ლევან გაჩეჩილაძე. დიახ. და მაგითო ხდება ყველაზე უფრო დიდი შეტევები მის მიმართ. ეს არის თორე ხა დღეს გამოკითხვას უსმენდი რადიოში და ის ცილიც კი დაგწევით თურმე ავტომატებით დარბოდა და მხედრიონელები ყოფილიყო და ეხა რაღაცა შეიძლება ლაპარაკი დამთავრდა ყველანაირი ამოიწურა ყველანაირი თემა ეხა მხედრიონელები ხელისუფლებაში უზით და ჩვენ გვაბრალებენ მხედრიონელებებს რომელსაც საერთოდ გავეცალეთ და წავედით ამ ქვეყნიდან იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ ერთმანეთის ტყვია არ გვესწოლა და იარაღი ხელში არ აგვება ჩვენ გვაბრალებენ ამას თურმე ჩვენ ყოფილვართ მხედრიონელები და მხედრიონელები რომელიც მართლაზიან დღეს ხელისუფლებაში ისინი უზით ხელისუფლებაში და აქ მიდის გვერდზე ესეთი ლაპარაკი ხა ცინიზმია აბა რა არის კარგით თუ კი ასეთი რამე კეთდება მიზანმიმართულად ლევან გაჩეჩილაძესთან მიმართებაში გუშინ ისევ ლევანის სიტყვები უნდა მოვიყვანო ამ შემთხვევაში ბატონ ლევანის როცა ისაუბრობდა რომ ეს შეიძლება იყოს გაკეთებული ხელისუფლების და ჩემი კონკურენტების მე მაინც მაინტერესებს ვერსია რომელსაც უშვებთ თქვენ ვის შეიძლება აწყობდეს ესეთ მდგომარეობაში თავის მართლების მდგომარეობაში მოდით ესე ვთქვათ იხილოს ან ანახოს საზოგადოებას ლევან გაჩეჩილაძე ვის ხელისუფლებას თუ ოპოზიციის რაღაც ნაწილს თქვენ მაინც როგორ ფიქრობთ ორივეს? კი, ამ ქვეყანაში ორივეს. კარგით, ხელისუფლებასთან დაკავშირებით გასაგებია. ოპოზიციის რა ნაწილს გულისხმობთ, შეგიძლიათ თქვათ? ვინც აღიქოს ლევანს თავის კონკურენტად? ვინ არის ესეთი? რა ვიცი, ყველა. ყველა? ყველა აბსოლუტურად ოპოზიციონერი ვინც ქვია, ყველა ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვავენ. და ზუსტად მაგაზეა ლაპარაკი, რომ არ არის ამ შემთხვევაში კონკურენციის დრო სააკაშვილის რეჟიმის დამთავრების არ არის ამის დრო დღეს, მაგრამ დღეს ესენი ერთმანეთს, ვინც კი ოპოზიციური სპექტრი ქვია, ყველანი ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვავენ. ძალიან ბევრი მაგალითი შემილია ამისი მოვიყვანო, ელემენტარულად არ მინდა, იმიტომ რომ არ მინდა კიდევ ბზარი შევიტანო იმაშიც, რაშიც უკვე ძალიან დიდი ხნის გაჩენილი ბზარია. ბზარი ოპოზიცია იქნება თუ რაც გინდათ ის დავარქვათ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ასხავს ერთი რეჟიმის
წისქვილზე წყალს და არ მინდა კიდევ ამ წისქვილზე წყლის დასხმა. ეს არის და ეს, თორე იქაც შეიძლება იყვნენ ესეთი ადამიანები და ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რასაც ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს ოპოზიცია ვერ ახერხებს გაერთიანებას. აქედან გამომდინარე სავსებით ლოგიკური იყო კითხვა რომელიც მე დავსვი, იქიდან გამომდინარე ხომ არ გაქვთ ოპოზიციაზე ეჭვიც და თქვენც ესეთი პასუხი გამეცით რომ ეჭვი არსებობს ოპოზიციასთან დაკავშირებით. ეხლა ეჭვი ყველანაირი არსებობს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის კონკურენტი უნარიანი გარემო, ისინი ესე ფიქრობენ რომ ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არ ქმევდნენ, ესეთი სიტუაციაა, რომ რეჟიმია და უკვე ვიღაცები შეიძლება რაღაცებზე ფიქრობენ. ეს არის ჩვენი უბედურება. პოლიტიკოსები იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ჯერ პირველი გადავწყვიტოთ, პირველი საკითხი და მე ერთ ხაზზე დავდგეთ და გავაგრძელოთ გზა, ხო, ნორმალურ არჩევნებში, ნორმალური ხელისუფლების შესაქმნელად. არა, არ დამთავრებულა ეს კოშმარული რეჟიმი და უკვე იმაზე ფიქრობენ, ამის მერე ვინ იქნება. და ნუ ეხა ამ სიტუაციაში, როდესაც ესეთი გარემოა, როდესაც იქ ის მილიონი ჭორის შესაქმნელი მანქანა არსებობს, როდესაც ჯიბიდან ფულს ამოიღებ და შეგიძლია ნებისმიერი არანებისმიერი, მაგრამ უმეტესობა ჟურნალისტები მოისყიდო. ყველანაირი შეიძლება მოხდეს. კარგით, ვიდრე დავასრულებდეთ გადაცემას, მოდით იმაზე მინდა კიდევ ერთხელ გაგესაუბროთ, რასაც ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ვსაუბრობდით, ჩვენ როცა დავიწყეთ საუბარი. იგივე ხუბუას განცხადებასთან დაკავშირებით, თუ კი მას რაიმე დაემუქრება, იგივე კახა-მიქაიას განცხადებასთან დაკავშირებით რადიო პალიტრის ეთერში. კახა-მიქაიამ ზუსტად მაგიტომა თქვა ეს, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაციაა? ამ მახინჯურ ქვეყანაში ხვალ შეიძლება მართლა გეუნდებით ხუბუას რამე დაემუქროს და ეს მე ჩირკად მოგვეცხოს ჩვენ. და ამის სათქმელად მოვედი მე და მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება რა, რომ ის ადამიანები და ის ხელისუფლება, რასაც დღეს რეჟიმი ქვია, ის რეჟიმი დადგეს თვითონ აი ამ კაცის დასაცავად რა. არავინ არ აპირებს მისთვის რაღაცის გაკეთებას. იცოდენ ეს ძალიან კარგად რა. არავინ, იმიტომ რომ ეს არის სიმახინჯე და აბსოლუტურად ნათელი თუ რატო აკეთებს და რისთვის იღწვის ეს კაცი. კიდე რატო აკეთებს ანუ რეიტინგისთვის, როგორც თქვენ განაცხადეთ და ფიქრობთ რომ რეიტინგისთვისაც და ფულისთვისაც რა. თქვენ ესე ფიქრობთ? რა თქმა უნდა, აბა ეხლა არის გაზეთები, სადაც ჟურნალისტები გაყიდულ სტატიებს აკეთებენ ეხლა ჩემი მონაგონი კი არა? კი, ამის დამტკიცება ისეთი ვერთულია, რაზეც საუბრობს ჯაბა. მე არ ვიძახი რომ ამას ვამტკიცებ. ჯაბაც ნუ იძახის რომ ამას ვამტკიცებ რა. ჭორის დონეზე არ შეიძლება ამ ხელა რაღაცის გაკეთება რა. მით უმეტეს ისეთ დროს, როდესაც ადამიანი არის გადადებული და ბოლომდე არის ბრძოლაში წასული, ხო? კარგი. ბოლო რაც მინდა კითხოთ, ნუ ამაზე ალბათ ქართული პარტიისგან იქნებოდა საინტერესო პასუხის მიღება. ჟურნალისტთა ქარტიასთან აპირებენ გარკვეულწილად ერთგვარი ამ საკითხის დასმას ქართული პარტიის წარმომადგენლები რამდენად მართებული იყო ესეთი სტატიის გამოქვეყნება, როდესაც მას არ აქვს დამადასტურებელი საბუთი მიმისა, რაზეც საუბრობს ჟურნალისტი ამ შემთხვევაში. თქვენ საქმის კურსში ხართ თუ არა, აპირებენ თუ არა მას ქართული პარტიის წარმომადგენლები? მე როგორც ვიცი, ყველაფერს აპირებენ, იმიტომ რომ თავიანთი სიმართლე დაიცვან. თუ რა თქმა უნდა, რაღაცა შეთითქმნილი, არარსებული საბუთი შეიძლება, მილიონი რაღაც შეიძლება მოხდეს, რომ რაღაცა გამოაგდონ, მაგრამ ნებისმიერი თქვა გუშინ ლევანმა, რომ ქვესკნელამდე ჩავყვები ამ სიტუაციას და ეგრეც იქნება. ახლა ჩვენ სიმართლებს დავიცავთ ყოველთვის, როცა იქნება და სადაც იქნება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა გია. ბატონმა ლევანმა განაცხადა ჯერ კიდევ გუშინ, რომ თუ კი ასეთი სახის დოკუმენტაცია გამოქვეყნდება, ის მზად არის ნებისმიერ დროს დაჯდეს იგივე ჯაბა ხუბუასთან და მიიღოს ამ გადაცემაში მონაწილეობა. იმას რატო არ ვიძახით, რომ პირველ რიგში ნინო ბურჯანაძესთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად ხო დაждდომა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ესწრებოდნენ ამასო. ამ ყველაფერს. ჯაბა ხუბუა ცხადებს, რომ ეს შეხვედრა არ იყო ბატონგია. ნუ მაშინ რომელი შეხვედრა იყოს, თქვა ჯაბა ხუბუა. სწორედ ამაზეა საუბარი. ანუ როდესაც გარკვეული დეტალები გაირკვევა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთმობთ სტუდიას, როგორც ერთ მხარეს ისე მეორე მხარეს და მზად ვართ იმისთვის, რომ მოვისმინოთ სხვა არგუმენტები. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანეთ და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტროს ახალი ამბები. მაკაცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან და მისი სტუმრები იქნებიან დავით უსუფაშვილი, ნოდარ ხადური. აი ესეთი არა ტრადიციული არგუმენტები გამოგვივიდა დღეს. მე ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.